შენ კაცი ხარ, მაგრამ მე რას გავაკეთებ? დიახ. ირანი უკან იხევს და ნებდება მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა გააუქმა მთელი ის საპასუხო ქმედებები, რომელსაც თეირანი გადამწყვეტად ასაღებდა. რევოლუციურმა გვარდიამ გაუშვა რაკეტები და დრონები შეერთებულ შტატებთან დაკავშირებულ ობიექტებზე ქუვეითში, ყატარში, ბარეინში, ომანში, იორდანიასა და სირიაში. მაგრამ ვერ შეძლო ამერიკული შეტევის შეჩერება, საზღვაო ბლოკადის გარღვევა ან ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის დაბრუნება. საპასუხო ქმედება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა დაასრულა მე-6 ღამე მიყოლებით თავდასხმებისა და გააფართოვა სამიზნეების სია ირანის სამხრეთში. თეირანმა უპასუხა ვიდეოებით, განცხადებებით და ხმამაღალი მტკიცებებით. თუმცა, მაშინ როცა რეჟიმი გამარჯვებაზე საუბრობს, ამერიკული თვითმფრინავები კვლავ აგრძელებენ თავდასხმებს, საზღვაო ქვეითები აგრძელებენ გემების შემოწმებას და ირანული ვალუტა ახალ ანტირეკორდს ამყარებს. ამერიკულმა თავდასხმებმა ირანის სამხრეთში მინიმუმ 5 ხიდი დააზიანა. ამერიკულმა თავდასხმებმა ასევე დააზიანა სარკინიგზო სადგური და სახმელეთო კავშირი ბანდარ აბასთან პირდაპირ დარტყმის ქვეშ მოექცა. უფრო აღმოსავლეთით ირან-შარის აეროპორტი სამიზნეების სიაში შევიდა. შაბაჰარში კადრებმა აჩვენა ზღვის ტრანსპორტის კონტროლისთვის გამოყენებული კოშკის ჩამომონგრევა. ირანის რეაქცია მიზნად ისახავდა ზუსტად იმ აღჭურვილობის დაზიანებას, რომელსაც შეერთებული შტატები იყენებდა. რევოლუციურმა გვარდიამ განაცხადა, რომ ქუვეითში გაანადგურა სადეტექციო რადარი, იარაღის საწყობები, 2 მაკენტოს გამშვები, 42 რეიმარსი და ატაკემესის რაკეტების მარაგი. მოусმინე, ეს მესამეა. მოусმინე, ეს ძლიერია. მოქმედებითი ფილმი. და აი მოდის ჩვენ ვისმენთ მათ ხმებს და უბრუნდებით. ეს აქ არის, მხოლოდ ეს. ღმერთო ჩემო. ეს ასე. მანქანა ტკივილი ტყვიროდა. როგორც ეს რაკეტას, როგორც ასეთი რაკეტა, მზად ფრენისთვის. არა, ხმას ვერ ვისმენ. ეს მაშინ არ არის, როცა ვარდებ. მე ვისმენ ხმაურს. მე ხტები. არა, ეს რაკეტია, ნამდვილი რაკეტია. ინფორმაცია გაავრცელა Press TV-მ. ამ დროისთვის არ არსებობს დამოუკიდებელი დადასტურება იმისა, რომ ეს სამხედრო სისტემები განადგურდა. ცენტრალურმა სარდლობამაც არ დაადასტურა ასეთი დანაკარგები ქუვეითში ან ბარეინში. ის, რაც ქუვეითის მთავრობამ დაადასტურა, იყო თავდასხმა ელექტროენერგიის გამომუშავებისა და წყლის გამტკნარების სადგურზე, ხანძრით, დაზიანებებითა და ელექტროერთეულების შეწყვეტით. კატარში ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევებმა ბავშვი დაშავეს. თეირანმაც განაცხადა, რომ სირიაში, ალ-ტამფში, აშასეთში სპეციალური ოპერაციების ცენტრი დაარტყა. მაგრამ სირიის სამხედრო წყარომ განაცხადა, რომ ადგილზე არც ზიანი და არც მსხვერპლი არ ყოფილა. ამერიკულმა ძალებმა ალ-ტამფი უკვე თებერვალში დატოვეს, რამაც ირანის მტკიცება კიდევ ერთ შეზღუდული გავლენის განცხადებად აქცია. იორდანიაში რევოლუციურმა გვარდიამ შეტევებზე მეტადაც იმოქმედა და ღიად მოუწოდა. უდაოა, რომ იორდანიის მოსახლეობასა და სამხედროებს ამერიკული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოუწოდეს საკუთარ ტერიტორიაზე. ეს მოწოდება აჩვენებს სასოწარკვეთილ მცდელობას. სხვა ქვეყნები ომში ჩაითრიონ მას შემდეგ, რაც ირანის შეტევებმა ვერ შეძლო შეერთებული შტატების ძალების გაძევება და ვერც საჰაერო კამპანიის ინტენსივობის შემცირება. შაბაჰა ამ ზეწოლის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. დაზიანებული კოშკი ომანის ყურეში საზღვაო მოძრაობის კონტროლისა და მონიტორინგის სისტემის ნაწილი იყო. ამავე დროს შეერთებულმა შტატებმა განაახლა ირანის პორტების ბლოკადა და გაგზავნა საზღვაო ქვეითები ტანკერის ბორტზე ასასვლელად, რომელიც ცდილობდა ამ ტერიტორიაზე გავლას.
ეკონომიკა მარცხის კიდევ ერთ ფრონტს აჩვენებს. დოლარი ირანის ღია ბაზარზე 17 ივლისს დაახლოებით 1.918.000 რეალს მიაღწია, რაც გაუფასურების ახალი რეკორდია. ოფიციალური მინიმალური თვიური ხელფასი ამ კურსით დაახლოებით $87 გახდა. ვალუტის ვარდნა თან ახლავს ომს, ინფლაციას, სანქციებს, საზღვაო ბლოკადას, ექსპორტის შემცირებას და გაურკვევლობას აღდგენის პროცესთან დაკავშირებით. მოსახლეობისთვის ეს აისახება საკვების ფასზე, ძირითადი პროდუქტების ღირებულებაზე და პროდუქტის ყოველდღიურ დანაკარგზე. რეჟიმს შეუძლია გამოაქვეყნოს გაშვების ვიდეოები, მაგრამ ვერ მალავს იმას, რომ რეალი კრიზისის გამო ინგრევა. ისრაელმაც დააჩქარა თავისი თავდაცვა ირანის შეტევის წინააღმდეგ. სარაკეტო თავდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ეროვის ჩამჭერი რაკეტების წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ რაოდენობასთან შედარებით, რაც 3 წლის წინ იყო ნავარაუდევი. მოშე პატელის თქმით, ეროუ-3-მა აჩვენა 90%-ზე მაღალი ეფექტურობა ირანული რაკეტების წინააღმდეგ ბოლო 2 დიდ შეტევაში და უკვე მონაწილეობა მიიღო ასობით რაკეტის ჩამოჭრაში. სისტემა ანადგურებს საფრთხეებს ატმოსფეროს მიღმა, ხოლო ეროუ-4-ისა და ეროუ-5-ის პროექტები ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებით ვითარდება. ეს ამცირებს თეირანის გაშვების პოლიტიკურ და სამხედრო ეფექტს, რადგან რეჟიმი ხარჯავს ძვირადღირებულ რაკეტებს თავდაცვითი ქსელის წინააღმდეგ, რომელიც ყოველ ახალ შეტევასთან ერთად ძლიერდება. ზეწოლა ირანთან დაკავშირებულ ჯგუფებზე სხვა ფრონტებზეც გრძელდება. ქან იუნისში ისრაელის თავდაცვის ძალებმა და უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადეს ანანასის, ჰამასის ერთ-ერთი დანაყოფის მეთაურის სიკვდილი. ისრაელის ხელისუფლების თქმით, მას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა მძევლების ტყვეობაში შენარჩუნებაში, მონაწილეობდა გათავისუფლების ცერემონიების გადაღებებში და წლების განმავლობაში მუშაობდა ჯგუფის სამხედრო ფრთის მნიშვნელოვან წევრებთან ერთად. ოპერაციამ მოაშორა ფიგურა, რომელიც დაკავშირებული იყო როგორც ჰამასის შეიარაღებულ სტრუქტურასთან, ასევე მის პროპაგანდასთან. ლიბანის სამხრეთში ისრაელმა გააგრძელა ოპერაციები ჰეზბოლასის პოზიციებსა და სტრუქტურებზე. ზალთარ ალ-შარკიას რეგიონი რჩება საბრძოლო ზონაში, ლიტანეს მდინარესთან ახლოს, სადაც ისრაელის ძალებმა წინ წაიწიეს და გაანადგურეს ობიექტები, რომლებიც მათ ჰეზბოლას მიაკუთვნეს. ახალი თავდასხმებით შეეხო პირებს, რომლებიც ისრაელის მიერ ბრალდებულნი არიან ნაქორასა და ნაბატიეს რაიონის ტერიტორიებზე სამხედრო შესაძლებლობების აღდგენის მცდელობაში. სტრატეგია ხელი შეუშალონ ჰეზბოლას სარდლობების, გამშვები მოწყობილობებისა და მომარაგების მარშრუტების ხელახლა ორგანიზებას, მაშინ როცა თეირანი საკუთარ ტერიტორიაზე პირდაპირი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ამ ზეწოლის მიუხედავად, მოლაპარაკების არხები მაინც არსებობს. პაკისტანი, კატარი და ეგვიპტე ინარჩუნებენ კონტაქტებს, რათა სცადონ დარღვეული ზავის აღდგენა, მაგრამ დაპირისპირების ცენტრი კვლავ ხორმუზის სრუტეა. ირანი ცდილობს დააწესოს საკუთარი პირობები გემების გადაადგილებაზე. შეერთებული შტატები მოითხოვს თავისუფალ მიმოსვლას და ბლოკადას ძალითაც ძალის ინსტრუმენტად იყენებს. თითოეული თავდასხმის დღე ამცირებს თეირანის მანევრის შესაძლებლობას, ზრდის ეკონომიკურ ხარჯებს და ასუსტებს დაპირებას, რომ მისი საპასუხო ქმედება შეძლებდა ვაშინგტონის შეჩერებას. დიპლომატიური გამოსავალი ახლა ძირითადად აინტერესებს რეჟიმს, რომელსაც სჭირდება ინფრასტრუქტურის, ვალუტის, სანაპირო მეთვალყურეობისა და შესაძლებლობების დაკარგვის შეჩერება. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად შეიტანეთ წვლილი იმ პიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც ორიენტირებულია თქვენთვის სიმართლის მიწოდებაზე. თქვენი წვლილი გვეხმარება, რომ საქმიანობა გავაგრძელოთ.